თალია რაღაცა პატარა დრო გავიდა, მაგრამ ეს რაღაც საქმეს და რეაბილიტაციას ჭირდებოდა. ჩვენ გვაქვს უამრავი ახალი საქმე ჩვენს მომხმარებელთან. მე მინდა ყველა მომხმარებელს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ ირჩევენ Mate Motors. Mate Motors-ი დღეს არის ნომერ პირველი კომპანია ავტომობილების გაყიდვის სფეროში. და რას თავაზობთ დღეს? როგორც ჩემმა ერთ-ერთმა PR მენეჯერმა ქალბატონი ქეთი იტყო და ესე. დღეს Mate Motors-ში არის ჯეტურების წვიმა. მოდი, რას თავაზობთ დღეს ჩვენ მოსახლეობას? მოდი ვნახოთ. Salmebi, ბატონო შალვა, როგორ არის საქმე? ჩვენივრად ამდენი ხანია არ მინახი ხარ, ამდენი ხანია არ გამოჩენილ ხარ, ხო ხედავ მეუნებია რომ სად ხარ, სად ვარ და ვარჯიშობ რომ ცოტა წონაში დავიკლოთ, არა დავიღალე. მოდი, ერთად უთხრათ ჩვენს მაყურებელს, კიდევ ერთჯერ გავიმეორებ ჩემს ერთ გულ მომხმარებელს, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო და თქვენ ძალიან მალე ნახავთ, ვინც ელექტრომობილები შეიძინა Mate Motors-ის ცენტრში, ვინც ელექტრომობილები შეიძინა და დამატებით საწვავის ავტომობილები. კიდევ დამატებით, ვინც ჯეტურის ავტომობილები შეიძინა და მომავალში შეიძენს, ამ დღეებში ძალიან დიდ გათამაშებას ვაწყობთ და შეიძლება ერთ ჯეტურს მეორე ჯეტურიც დაემატოს. აბარა Mate Motors-ია. მოდი დავიწყოთ, რას ვაკეთებთ. მოგზავნით. როგორც ქალბატონი ქეთი იტყო და დღეს არის Mate Motors-ში ჯეტურების წვიმა. ეს ჯეტურის ბიზნესი. ვინ დაიწყო შალვა და როდის? რა თქმა უნდა დაიწყო Mate Motors-მა ჯერ კიდევ 2022 წლიდან მიმდიოდა მრავალთვიანი მოლაპარაკება და წელიწად ნახევრის წინ ყველაფერი რო გავიარეთ, ყველა ეტაპი მიღწეულ იქნა შეთანხმება ჩვენსა და ჯეტურის ქარხანას შორის და უკვე წელიწად ნახევარია ერთგულად ვემსახურებით ჩვენს მომხმარებელს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. აი წარმოიდგინეთ ერთ-ერთ გამოფენაზე დაახლოებით 3-4 სხვადასხვა ბრენდი იყო და გელა ბარკალაიამ პირველი აირჩია ჯეტურის ავტომობილი. და ის დღემდე Mate Motors-ია და სანამ Mate Motors ჭირდება, იქამდე იქნება. მარტო საქართველოში კი არ ვყიდით, ამას ჩვენ ვყიდით, სადაც გაგვისტორდება იქ. რა თქმა უნდა. და სანამ გაგვისტორდება, მანამ გავყიდით საქართველოშიც. რაც შეეხება Mate Motors-ში უამრავი ჯეტური არის გაყიდული. ჩვენ ეს ბრენდი გვინდა იყოს საუკეთესო ბრენდი ქვეყანაში, ამიტომ თითო ოროლა ვიღაცებს რომ შემოყავს და გუში რომ კალგოტკებს ყიდიდნენ და დღეს რომ ავტომობილის გაყიდვა დაიწყეს ვითომ ჯეტურების, მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას რომ ჯეტური თუ გინდა უნდა იყიდო Mate Motors-ში და აქ არის მისი ყველა პირობა ყიდვის შემდეგაც. და ჩვენ არავის არ მიცემთ უფლებას რომ ჯეტურის შეარცხვინონ. უკვე ჩვენ ხედავთ გამოჩნდა ეგერ-აგერ თითოეულა ჯეტურები და უამბე ამის შესახებ შენ მოსახლეობას სიმართლე. რა თქმა უნდა. როგორც ყოველთვის Mate Motors-ის სიმართლე სვამბობ მოიძია შალვა ყველაფერს აკონტროლებს, იურისტია და აი რა ინფორმაცია აქვს მოკლედ
ბატონო მათე მოტორსში უნდა შეიძინოთ ხოლო ჯეტური, რომ იყოს დარწმუნებული, რომ ეს ავტომობილი არის ნამდვილად ჩინეთის ქარხნიდან და არ არის აწყობილი ან რუსეთში, ან ყაზახეთში, ან სადღაც საეჭვო ადგილებში და იმისათვის რომ არ მოხდეთ აი ესეთ შემთხვევები, რომ არ დაგემართოთ, რომ ავტომობილი მოდის წუნდებული, შემდეგ ხდება ავტომობილების შეღებვა, დამუშავება და შემდეგ ხდება ავტოწუნდებული ავტომობილების რეალიზაცია, ესეთ შემთხვევების ხვეპლი რომ არ მოხდეთ, მოგზანდით მათე მოტორში, სადაც მიიღებთ 10 წლიან გარანტიას, სრულ სერვისს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თქვენ გადაამოწმეთ ვიღაცები რომ ყიდიან და ყიდიან ყველა შეღებილ ავტომობილს, წუნდებული ავტომობილები. წუნდებული და მე მინდა ვთხოვო, ვინც სხვაგან ქუჩა და სადღაც ავტომობილები შეიძინეთ, მოდი წაიყვანეთ ნებისმიერ პროფილაქტიკაში, წესიერ პროფილაქტიკაში და უთხარით გაზლეთ თანხას და მომეცით დასკვნა ეს ავტომობილი მთლიანად არის თუ არა შენაღები არის თუ არა განაკეთები და პალიროვკა გაკეთებული. პალიროვკა როგორ არის? პოლირება გაკეთებული მთლიანად ავტომობილზე. ჩვენ ამ ჯეტორს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით პირდაპირ შალვა ყავს ეს კონტროლზე აყვანილი ნებისმიერი ავტომობილი, საიდანაც იქნება შემოყვანილი, ჩვენ მას გავაკონტროლეთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ვინმეს უთხრათ ან შემოიყვანე, ან არ შემოიყვანო, მაგრამ შალვა მაგას გააკონტროლებს თავის ხალხთან ერთად, თუ როგორ ყიდიან და როგორ შეცდომაში შეყავთ მოსახლეობა. ვინაიდან ჩვენ არ ვამბობთ არ გაყიდოს, ყველამ გაყიდოს, მაგრამ სახელი არ გაუფუჭოს. ეს არის საუკეთესო ბრენდი და იქნება კიდევ. და ჩვენ სამომავლოდ ჯეტურის ქარხნის აშენებას რა თქმა უნდა, მარტო ჯეტურის გაყიდვაზე არაა საუბარი. მოგზანდით, ეს არის მათე მოტორსის ბრენდი. GB და არის ჩვენი ოფისის ავტომობილი. მოგზანდით. ამ ავტომობილმა ჩაანაცვლა, ნახეთ, ჩაანაცვლა საქართველოში ძალიან ბევრი ავტომობილი. აი ეს ავტომობილი დღეიდან, ხვალ დილიდან უკვე იქნება ბატონო შალვა, ვინსაც დაჭირდება რომ მოდი ეს ავტომობილი გვინდა დავტესტოთ, რასაც ქვია, ვიღაცა პატარა გოგო ბიჭები გონზე რომლებიც არ არიან და აი იცით რა ჯეტური, რა იცი ვიზია ჯეტური, არყოლია, ოპელი და ჯეტურს უკეთებ სადღაც რაღაცა 20 ლარს გადაგიხდიან და რეკლამას და იცი რა იცი, არაფერი არ იცი და დაჯექი სახში და გაუკეთე რეკლამა იმას, რაც შენ მამა შენი გეტყვის და ან დედა შენი და მიხედე იმ საქმეს, რაც შენ გესმის, ხო და დაანებე ჯეტურს და ავტომობილს, თავი ავტომობილი პროფესიონალებმა უნდა გაყიდოს და პროფესიონალებმა უნდა გაყიდოს და პროფესიონალებმა ყურადღება რა თქმა უნდა. როცა ჯეტურზე ამბობ, როცა ბიზნესზე ამბობ ავტომობილის, უკან მიიხედე, ხო? 40 წლიანი სტაჟი მქონე ხალხი ეკაჩაება ამ ბიზნესს და შენ გვარცხე, ხო, ესე გამოდის. და შეხედეთ ამოდენა ცენტრი, ხო? მე არ მინდა დღეს ვანახო რამდენი სათადარიგო ავტომობილი ყავს, რომ რამე ნაწილი გაჭირდეს, ნებისმიერ ავტომობილიდან მოხსნით და მივცემთ, რომ არ იყოს ადგილზე. მოგზანდით, ეს არის უშუალოდ ევროპისთვის რუსული და ინგლისური მენიუთი. ახლა ჩვენ დავიწყოთ ამას რა აქვს, რა აქვს. ამას აქვს რამა თუ არსებობს ყველაფერი 360 კამერის ჩათვლით. მე თქვენ ეს დუბაიში დაახლოებით ორჯერ მაინც გაჩვენეთ. მაშინაც კი საქართველოში ვიღაცებს სახელი ჯას რო იძახოდნენ, მაშინ უკვე ჩვენ ჯეტურს ყიდით დუბაიში და საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებში. შეხედეთ. მოგზანდით, ეს არის დღეიდან